ეგზოპლანეტურ სისტემებში ტექნოხელმწერების ზებნა შეიძლება გალაქტიკაში დღეს ასეთი დაბალმასიანი გალაქტიკური კლუბის ზებნაში დაგვეხმაროს. ამბობენ მკვლევრები და არ ეთანხმებიან ხარც იმაში, რომ გონიერ არამიწიერ ცივილიზაცია და ზებნა და სხვა ასეთი ძალისხმევები დროისა და რესურსების ფლანგვა. ბევრი რამ არ ვიცით. სინამდვილეში იმის წარმოდგენაც არ შეგვიძლია, რომ არ ვიცით. კაცობრიობა ჯერ კიდევ პატარა ბავშვია. თუმცა ადამიანი ცნობის მოყვარია და ეს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თვისებაა. მეცნიერებს სწორედ ეს უბიძგებს ასეთ რამეებზე ფიქრისკენ. არსებობს თუ არა ირმის ნახტომში ექსპანსიური ცივილიზაცია. შეიძლება ვერც ვერასოდეს გავიგოთ, მაგრამ ზებნას არ უნდა შევეშვათ. დრო ჩვენი სამყაროს ოსტატია. დრო ყველაფრის მბრძანებელია. ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობითა და არამიწიერ ცივილიზაციათა ასაკით დაწყებული, მარსმკლავთა და პლანეტათა სიკვდილით დამთავრებული. ფარდობითობამ შეიძლება დრო შეაფერხოს, მაგრამ მის მსვლელობას ვერ შეაჩერებს. არაფერი ვიცით, რა სახის ცივილიზაციები შეიძლება არსებობდეს და როგორ შეიძლება ისინი მართავდნენ და აღიქვამდნენ დროს. მიკერძოებული ვართ თუ არა მხოლოდ საკუთარი არსებობით. დიახ, ნამდვილად ასია. და ამას ხელს რელიგიური მსჯელობაც უწყობს. მაგრამ იქნებ არამიწიერი სიცოცხლე იმდენად განსხვავებულია, რომ ფერმის პარადოქსის განხილვის მცდელობაც კი კურსის ცვლილებას საჭიროებს. იქნებ დროის მათი მთლიანი აღქმა და გამოცდილება ჩვენისგან სრულიად განსხვავდება. იქნებ უცხოპლანეტელები სიცოცხლის განხანგრძლივების ტექნოლოგიას ფლობენ და იმდენხან სოცხლობენ, რომ ცალკეული ინდივიდები სხვა ვარსკვლავურ სისტემებში რამდენიმე გადასახლების მონაწილეებიც არიან. იქნებ ისინი ჩვენს მსგავსად მკაცრად ინდივიდუალურები არ არიან და ინდივიდუალურისა და გენეტიკური კოლექტივის გარკვეული სახის ჰიბრიდები არიან. იქნებ მათ ახალი გენეტიკური ინფორმაციის მიღება ისეთი გზებით შეუძლიათ, რომლებსაც ვერც კი წარმოვიდგენთ. ან იქნებ გამრავლება მათთვის მოძველებულია და არ ანაღლებთ ასეთი შფოთვები და სიცოცხლის სიმოკლე. იქნებ ისინი უკვე ორგანულებიც აღარ არიან და ის, რაც ჩვენ დღეს გვაცოცხლებს, მათთვის უკვე შორეული წარსულია. იქნებ სიმბიოზურები არიან. იქნებ ასობით ასეთი იქნებ არსებობს.